ღამის შარდვა აწუხებს ადამიანების 40%-ს და აქედან ნახევარი საშიში არ არის. განსაკუთრებით თუ ასაკოვანი ადამიანი ღამეში ერთხელ შარდავს, როგორც წესი საშიში არ არის. მეორე ნახევარი 50% ვინც ღამით შარდავს, რაღაც დაავადებაზე მიუთითებს. აი ამიტომ განვიხილავთ ტოპ 7 მიზეზს, როდის არის ეს დაავადების მაჩვენებელი. თუ ადამიანი ღამე ერთხელ შარდავს, მაღალი ალბათობით საშიში არაფერი არ არის. მაგრამ თუ ადამიანი ღამე ორჯერ შარდავს, 80%-იანი ალბათობით გამოწვეულია რაღაცა დაავადებით. ყველაზე მთავარი მიზეზი ღამის შარდვის, თუ კი ადამიანი ახალგაზრდაა, მაშინ არის ცხოვრებისეული ფაქტორები. ცხოვრებისეული ფაქტორი არის მაგალითად საღამოს ბევრი წყალი დალია, საღამოს ყავა დალია, ან ალკოჰოლი, ან ენერგეტიკი. ასეთ შემთხვევებში ღამის შარდვა ძალიან ხშირია და რეალურად პრობლემა არ არის. ასაკოვან ხალხში, 45+ ადამიანებში ღამის შარდვის ნომერ პირველი მიზეზი კაცებში თითქმის 50%-ში არის პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, ან პროსტატა მაქვს რომ ამბობენ ხოლმე, მაგას გულისხმობენ პროსტატა მაქვს გადიდებულიო, ამას გულისხმობენ ხოლმე, ეგ არის ნომერ პირველი მიზეზი. ნომერ პირველი მიზეზი ქალებში არის ოვერრეაქტიული შარდის ბუშტი, ანუ გადამეტებული რეაქცია აქვს მათ შარდის ბუშტს. და ეგ არის ნომერ პირველი მიზეზი ქალებში. ქალებში თითქმის 50% შემთხვევაში ეს არის, ანუ ზემგრძნობიარე შარდის ბუშტი. ეხლა როგორ მივხვდეთ კაცებში და ქალებში ეს ყველაზე მთავარი მიზეზი არის თუ არა? კაცები როცა სუსტი ნაკადით შარდავენ, ხშირად შარდავენ, ღამით შარდავენ, მომატებული აქვთ შარდვის სიხშირე, ანუ ხშირად დადიან ტუალეტში და არასრული შარდვის შეგრძნება აქვთ და რომ მორჩებიან შარდვას, მე უნებლიეთ რომ კიდევ შარდი მოხდეს. ეს სიმპტომები ახასიათებს პროსტატის გადიდებას. პროსტატის გადიდება შესაძლებელია აღმოვაჩინოთ ეკოსკოპიურად, ანუ ულტრაბგერით შესაძლებელია პროსტატის დაანხვა. თითით გასინჯვას რომ ეძახიან, თითით გასინჯვის სტრუქტურას, პროსტატის სტრუქტურის და ზომის დადგენა შესაძლებელია და PSA ანტიგენი არის პროსტატის კიბოს გამოსარიცხად. ქალების შემთხვევაში გადამეტებული რეაქტიული შარდის ბუშტი არის იმ ქალებში, ვინც არიან ასაკოვნები მენოპაუზალურ პერიოდში. მენოპაუზის დროს ესტროგენები, ქალების ჰორმონები, რომელიც ეცემა შარდის ბუშტის კედელს და ნერვებს ხდის უფრო მგრძნობიარეს და ამიტომ არის რომ უფრო ადვილად იკუმშება, ვიდრე უნდა იკუმშებოდეს. და სიგნალი თავის ტვინიდან შარდის ბუშტამდე ძლიერდება და მაშინაც იკუმშება შარდის ბუშტი, როცა შარდით სავსე არ არის და ამიტომ ესეთ დროს ქალებს აქვს გახშირებული შარდვა 8-ზე მეტჯერ დღის განმავლობაში, დღისითაც და ღამითაც გახშირებულია, ღამე დგებიან შარდზე და აქვთ ურგენტული შეგრძნება, ურჯენსიის შეგრძნება, რაც ნიშნავს, რომ ახლა სასწრაფოდ უნდა წავიდეს ტუალეტში და მოშარდოს, თორე არ შეუძლია, ვერ შეიკავებს და ზოგჯერ მართლა ვერ იკავებენ ხოლმე. ანუ ეს ურგენტულობა, გადაუდებლობა, რომ აუცილებლად უნდა გავიდეს შარდზე მაგ დროს, ეს არის მთავარი მახასიათებელი აი ამ ოვერრეაქტიული შარდის ბუშტის. რა თქმა უნდა, სანამ დიაგნოზი დაისმევა ამ ჰიპერრეაქტიული შარდის ბუშტის, მანამდე სხვა სერიოზული დაავადებები უნდა გამოირიცხოს. უნდა გამოირიცხოს სიმსივნე ხომ არ არის, ეკოსკოპია უნდა ჩატარდეს, უნდა გამოირიცხოს საშარდე გზების ინფექციები და სხვა მნიშვნელოვანი დაავადებები როცა გამოირიცხება, მერე ისმევა ამის დიაგნოზი, ანუ გამორიცხვითი დიაგნოზია რეალურად ეს. მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი ღამით შარდვის განსაკუთრებით ასაკოვნებში არის გულის უკმარისობა
გულის უკმარისობა არის ერთ-ერთი ხშირი და ამავდროულად სერიოზული მიზეზი ასაკოვნებში, ოღონდ ანუ მეორე ყველაზე ხშირი ზოგადად არ არის, მაგრამ ანუ ასაკოვნებში 65-ზევით ძირითადად ამ ადამიანებს როგორც წესი გულის პრობლემები აქვს და იციან რომ გულის პრობლემები აქვს, ანუ მოწმენდილ ცაზე როგორც წესი არ ვითარდება, ფეხები უშუპდებათ ხოლმე, სუნთქვა უჭირთ, დაწოლისას სუნთქვა უჭირთ, იმიტომ რომ ფილტვებში ხდება შეგუბება და როცა დაწვება ადამიანი ფეხებიდან სითხე მოდის სისხლში, გული ვერ ახერხებს რომ ამდენი სისხლი გადატუმბოს და ამიტომ ნატრიურეზული პეპტიდი გამოიყოფა გულში, წინა გულში და ANP-ს ეძახიან და ეს პეპტიდი მოქმედებს თირკმელებზე და თირკმელები იწყებს შარდის გამოყოფას უფრო გააქტიურებულად, ანუ ნატრიუმის და წყლის კარგვას იწყებს და ამიტომ ადამიანი ღამე მეტ შარდს გამოყოფს და ღამის შარდვა ახასიათებს გულის უკმარისობას. როგორც წესი ადამიანმა ამის შესახებ იციან ხოლმე, ანუ ეს არ არის ისე რომ აიხნის გულის პრობლემები აქვს ხოლმე ესეთ ადამიანებს, როგორც წესი. გამონაკლისები რა თქმა უნდა არსებობს, ფეხები შეშუპებული აქვს ხოლმე, სუნთქვა უჭირთ, როგორც წესი ასაკოვნები არიან, ეკოკარდიოგრაფიით გულის ფუნქციების შემოწმება შესაძლებელია და დიაგნოზი ისმევა ხოლმე ძირითადად ასე. მესამე ყველაზე ხშირი მიზეზი ღამის შარდვის არის თირკმლის ქრონიკული დაავადება. თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს თირკმელები ზიანდება ნელ-ნელა, თირკმელი ვეღარ ახერხებს შარდის კონცენტრირებას და არაკონცენტრირებულ ბევრ შარდს გამოყოფს დღისითაც და ღამითაც. ეს არის მიზეზი, რატომაც ადამიანები ღამე შარდავენ, უშუპდებათ ფეხები, დილით სახე უშუპდებათ ხოლმე, თვალის ქვედა უპეები უშუპდებათ ასევე, მაგრამ ეს ყოველთვის არ ნიშნავს თირკმელების დაავადებას, ზოგ ადამიანს უბრალოდ აქვს გენეტიკურად ასე, მაგრამ თირკმელების დაავადებასაც ახასიათებს ესეთი შეშუპებები. ამ დროს თირკმლის ფუნქციებს ამოწმებენ, კრეატინინის დონეს ამოწმებენ სისხლში, კრეატინინის დონეს და გლომერულური ფილტრაციის ხარისხს, გამოთვლით მიღებული შედეგია რეალურად ეს, ამას ამოწმებენ ხოლმე. სისხლში და შარდში ცილების დონეს განსაზღვრავენ, შარდში ცილა მომატებულია ხოლმე როგორც წესი, რაც მიუთითებს რომ თირკმელი ვერ ფილტრავს კარგად და ვერ ინარჩუნებს ცილას და ამიტომ შარდში გამოყოფს. ამიტომ თირკმლის ფუნქციების გაკეთება, სისხლის ანალიზები და შარდის ანალიზი მნიშვნელოვანია, რომ თირკმლის ქრონიკული დაავადების დიაგნოზი დაისვას. ეს ემართება ძირითადად იმ ადამიანებს, ვისაც დიდი ხანი აქვს დიაბეტი, ან დიდი ხანი აქვს მაღალი წნევა. ამათაც როგორც წესი იციან, ერთი წელი თუ აქვს ადამიანს მაღალი წნევა, თირკმლის დაავადება არ დაემართება. 10 წელი თუ აქვს მაღალი წნევა, თირკმლის დაავადება დაემართება. აი ეს არის. ამიტომ დროთა განმავლობაში ვითარდება და როგორც წესი უფრო ასაკოვნებშია. ცუდი ის აქვს თირკმლის ქრონიკული დაავადება, შეუქცევადია. კარგი ის აქვს, რომ მისი შეჩერება შესაძლებელია, ბევრ შემთხვევაში, განსაკუთრებით რაც უფრო ადრე აღმოაჩენ, მით უფრო ადვილია შეაჩეროთ თირკმლის დაზიანება. შემდეგი ყველაზე ხშირი მიზეზი არის დიაბეტი, შაქრიანი დიაბეტი. შაქრიანი დიაბეტმა რომ ღამის შარდვა გამოიწვიოს, ძირითადად ეს არის შუახნის ან საშუალო ან უფრო ახალგაზრდა ასაკისკენ ადამიანები. ანუ როგორც წესი ესენი მოხუცები არ არიან, ესენი უფრო ახალგაზრდობისკენ ან შუაში არიან და სიმპტომები აქვთ გაძლიერებული წყურვილი, ღამის შარდვა და ზოგადად გახშირებული შარდვა და შეიძლება გაძლიერებული კვება და წონაში კლება. ანუ ზოგადად დიაბეტი ხომ არის რაც ასოცირებული წონაში მატებასთან, მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა არადიაგნოსტირებული დიაბეტია და გლუკოზის ძალიან ცუდი კონტროლია, ამ დროს თირკმელები ცდილობს რომ გლუკოზა გამოუშვას შარდის სახით, რაც შეიძლება მეტი, ამას მოყვება წყალი, ამას მოყვება ხშირი შარდვა და ადამიანი შარდავს ხშირად. და ეს ახასიათებს ან როცა ხანგრძლივად დიაბეტი აქვს ადამიანს და არ იცის, ან როცა იცის, მაგრამ არ აკონტროლებს გლუკოზას. ორივე შემთხვევაში ხშირი შარდვა შესაძლებელია,
ორივე ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ახალგაზრდებში დაავადებებმა, როცა იცის ხშირი შარდვა და ღამის შარდვა. შემდეგი მიზეზი არის ძილის აპნეა. ძილის აპნეა არის, როცა ადამიანი როცა ხრინავს, მოკლედ, ძირითადად ჭარბწონიანი ადამიანები, როცა ღამე ხრინავენ და ზოგჯერ სუნთქვა უჩერდებათ და შეიძლება მინახავთ კიდევაც რომ სუნთქვა უჩერდებათ რაღაც დროით მერე აგრძელებენ სუნთქვას ჩვეულებრივ და ეგეთი ადამიანები ხშირად ხმამაღლა ხრინავენ ხოლმე და ეგ არის ობსტრუქციული ძილის აპნეა, ან ზოგადად ძილის აპნეა შეიძლება იყოს და დღისით არის დაღლილობა, ღამე გესმის ხრინვა, დღისით დაღლილი იღვიძებს ადამიანს და ხშირი შარდვა. რატო? იმიტომ რომ როცა კარგად ვერ სუნთქავს და საკმარის ჟანგბას ვერ იღებს ძილის დროს ადამიანი, გამოიყოფა ნატრიურეზული პეპტიდი, ისე როგორც გულის უკმარისობის დროს გამოიყოფოდა და ნატრიუმს და წყალს კარგავს ორგანიზმი და ამიტომ ღამის შარდვა ახასიათებს ესეთ დროს ადამიანს. თუმცა ზოგადად ასეთ ადამიანს შეშფება კი არა აქვს და მაგიტომ კი არა, იმიტომ რომ ჟანგბადის ნაკლებობა აქვს სისხლში. ამის გამო გამოიყოფა ეს პეპტიდი, რომელიც შარდნას განაპირობებს და ღამის შარდვას განაპირობებს. შემდეგი მიზეზი არის საშარდე გზების ინფექციები. საშარდე გზების ინფექციები განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებში არის ყველაზე ხშირი. საშარდე გზების ინფექციების დროს ადამიანს აქვს ხშირი შარდვა, ურგენტულობის შეგრძნება, ასევე რომ ძალიან უნდა შარდზე გასვლა, წვის შეგრძნება შარდვის დროს და სისხლის შარდში. ძირითადად აზრი არის რომ ანთება ხდება საშარდე სისტემის, შარდის ბუშტის ამ შემთხვევაში განსაკუთრებით და ამიტომაც არის სისხლის შარდში. როგორც წესი ეს არის ქალი, არის ახალგაზრდა და სქესობრივად აქტიური, როგორც წესი და სქესობრივი კონტაქტის შემდეგ ცისტიტი და საშარდე გზების ინფექციები ძირითადად არის ხშირი. ასეთ დროს შესაძლებელია რომ სახლშიც არის ტესტები, ჩხირების ტესტები არის, როცა ნიტრატების და ლეიკოციტების გაზომა ხდება შარდში, ასევე შარდის კულტივირება შესაძლებელია თუ საჭიროა იმისთვის რომ ანტიბიოტიკებით განისაზღვროს მგრძნობელობა, თუ საჭირო ხდება, მაგრამ როგორც წესი ადვილად განკურნებადია ხოლმე საშარდე გზების ინფექცია და როგორც წესი ეს ახალგაზრდა ქალებს ემართებათ ხოლმე. და შემდეგი მიზეზი არის წამლები. წამლებიდან ძირითადად შარდმდენები იწვევენ შარდვას და ის ადამიანები, ვისაც აქვს მაღალი წნევა ან გულის უკმარისობა, უნიშნავენ ხოლმე შარდმდენებს. შარდმდენს როსვას ადამიანი განსაკუთრებით ღამე როსვას მე ღამე შარდავს ხოლმე და ეს არის კლასიკური შემთხვევა, მოკლედ და ეგეთ დროს არის ხოლმე, ამიტომ რომ გადმოაქვთ შარდმდენები დილით და ასეთ ადამიანებში, ვისაც მედიკამენტების გამო აქვს ღამის შარდვა, დაუნიშნავენ შარდმდენს დილით და დღის განმავლობაში შარდავს ის ადამიანი და ღამე აღარ აწუხებს შარდვა. აი ეს არის რითიც გვარდება ხოლმე უმეტესად ეს პრობლემა, როცა წამლებით არის გამოწვეული, წამლები, მაღალი წნევის წამლები, გულის უკმარისობის წამლები ხშირად არის მკურნალობარი შარდმდენებით და ამიტომ არის რომ შარდმდენებს უნიშნავენ ხოლმე ადამიანებს და ეგ რა თქმა უნდა იწვევს ღამის შარდვას. აი ეს იყო ყველაზე ხშირი მიზეზები. ნათელი წარმოდგენა შეგექმნათ, ამით იმიტომ რომ შემთხვევების 95% ფარავს ეს, ანუ თუ კი ღამის შარდვა გააქვთ, განსაკუთრებით ერთზე მეტჯერ ღამის განმავლობაში, აქედან მაღალი ალბათობით ზემოთ ჩამოთვლიდან რომელიღაცა ძალიან მაღალი ალბათობით. არ შესაძლებელია სხვა მიზეზებიც იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ უმეტესობა შემთხვევას ეს ერგება. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, შეგიძლიათ გააკეთოთ დონაციები არხის განვითარებისთვის და აღწერაში მაქვს მითითებული ანგარიშის ნომრები. ვისაც გინდათ დონაციას პლუს ჩემთან ინდივიდუალური კონტაქტი და კითხვების დასმა დეტალურად, ამისთვის მაქვს პატრეონზე შეგიძლიათ გამომწეროთ. ეგეც მითითებული მაქვს აღწერაში. თუ უბრალოდ გინდათ არხის მხარდაჭერა, დალაიქეთ, გააშეარეთ, ნებისმიერი აქ თქვენი აქტივობა არხის განვითარებას დაეხმარება. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.